turn me on. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს აი ეს ორი მუსტანგი GT, რომლის წარმოება დაიწყო 2005 წლიდან და გრძელდებოდა 2009 წლამდე. თუმცა პრინციპში ეს 197, რაც ამანქანების მოდელს ქვია, მათი რესტაილინგი გამოვიდა 2010 წლიდან 2014 წლამდე გრძელდებოდა და ეს არის ზუსტად ჩემი საყვარელი თაობა მუსტანგებში. როგორც ექსტერიერი არის რაღაცა ბრუტალური და ძალიან სასიამოვნო დასანახი და შესახედი, ასევე მათი სალონი არის უნიკალური იმ პერიოდისათვის. სალონი აღებული არის 1964-1970 წლების მუსტანგიდან, უბრალოდ არის უფრო მეტად გაბრუტალებული რა. და ამანქანამ მოკლედ როგორც ამერიკაში მოახდინა საოცრება, ასევე ამერიკის გარეთ მთელი მსოფლიო მოიცვა. ავტომოყვარულების გულები დაიპყრო ამ მოდელმა და ძალიან დიდი გაყიდვები აჩვენა იმ პერიოდისათვის ამანქანებმა, მით უმეტეს 4 და 6, რომელსაც აქვს 300 ცხენი და 434 ნიუტონი. მათი აჩქარება არის 4 და 9 წამი. იმ პერიოდისათვის ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო და საკმაოდ სწრაფ მანქანად ითვლებოდა. სხვადასხვა ეს მანქანები იწარმოებოდა ფრედ როკის ქარხანაში. ფრედ როკი რომელია? დააგუგლე შეჩემა და ნახავ. ოკ, გასაგებია. მოკლედ მეგობრებო, მე მინდა რომ აღვნიშნო აუცილებლად ჩემს ვიდეოებში არ მიყვარს მე ბევრი საუბარი, რადგან არ იყოს მოსაწყენი. აქედან გამომდინარე მიწევს ცოტა საუბარი და აუცილებლად მაინც უნდა თქვა და დავაფიქსირო ის, რომ ამერიკული მანქანები იმ დროისათვის იყო ძალიან ბრუტალურები, საკმაოდ სწრაფები და აგრესიულები და ჩემთვის ეს მანქანები არიან მართლა ნომერ პირველი იმ პერიოდისათვის. შენ იცი მაგ პერიოდში იაპონური მანქანები რო უფრო სწრაფები იყვნენ. ახლა მოდი აქ რატონი მოტყანი ბოლოს და ბოლოს. იდი ნახუი ბიჭო. მოკლედ რა ეს ნაბიჭვარი ეს ვინ იყო? ესეთი ნაბოზრები არიან ზუსტად კომენტარებში რომ რაღაცებს წერენ რა უაზრობებს რა და ტრაკი რო არ აქვს და კლავიატურის ლომები რო არიან ეს ნაბოზარი. აი ეგეთები არიან ზუსტად რა. მომიშალა ბიჭო ნერვები, ამერიკულ მანქანებზე ვლაპარაკობ, ამერიკულ კულტებზე ვლაპარაკობ და რა GDM-ი მე არ მევასება ვითომ ეხა იაპონური მეს მევასება ძმაო, მაგრამ ბიჭო ამერიკულ მანქანებზე ვლაპარაკობ და იმ პერიოდში ეს მანქანები იყო ნომერ პირველები ძმაო. ვა, მოკლედ ეხლა მეგობრებო, მოდი გავაგრძელოთ რა ჩვენი მოკლედ ტესტ-დრაივი და ვისაუბროთ. ძალიან მაგ ნერვები მოკლედ მოშლილი რა, ამაფორიაქა ეს ვინ იყო კაცო ეს დეგენერატი ვიღაც საიდან მოვიდა რა. მოკლედ ეხლა მე მინდა მეგობრებო, მაგრამ აი რო ხედავ უკვე მაწყნარებს რა. აი ამ მანქანებს რო ხედავ უკვე მაწყნარებს. შეხედეთ აი რა ლამაზები არის, როგორი გამოწეული არის აიგერ ფრთები, შეხედეთ, დამატებები როგორი გაკეთებული აქვს. თან აშკარად ორივე მანქანის მეპატრონები არიან ძალიან გემოვნებიანი ტიპები. ჯერ იმიტომ რომ ყავთ ეს მოდელები და ეს მანქანები და შემდეგ როგორ გემოვნებით აქვს ყველაფერი გაკეთებული რა. რა მაგარი არის ეს ცხაურა, ეს დამატებები, დისკები მშვენიერი. თავისთავად მინდა რომ ამანქანის ის ბრუტალური და კარგი ხასიათის და კარგი ემოციის მომტანი სალონი გაჩვენოთ ასევე რა. და მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ შიდა მხარეზე. როგორც ხედავთ მეგობრებო, ჩვენ აღმოვჩდით აი ამ საოცარი მანქანის სალონში, რომელიც არის მართლა ძალიან ლამაზი, ძალიან ბრუტალური და ისეთი აი მართლა რაღაცნაირი მამაკაცური და აი კაცური შესახედაობის რა, ძალიან მაგარი არის. თუმცა ეხლა წინა ვლოგში ვისაუბრე SN95-ზე, მის სალონზე და მაშინაც აღვნიშნე და აქაც გავმეორდები, რაც არ მომწონს მე ზოგადად მუსტანგის ეგ არის თვითონ ხარისხი მასალების, არის ძალიან ბევრი პლასმასი გამოყენებული და ხანდახან ხმაურობს კიდევაც და ჭრიჭინის ხმაც თუ შემოგესმევათ, არ უნდა გაგიკვირდეთ. თუმცა ნამდვილად ეს მანქანა არ ითხოვს ძალიან დიდ კომფორტს და მისი საქმე რაც არის, ის ბრუტალურობა, სისწრაფე, ხმა და ემოცია, ეგ ემოციები ყველაფერი მოაქვს.
აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას ჩვენ ვისაც ამერიკული მანქანები მოგწონს მისი სალონის ხარის არც კი ვანიჭებთ. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ Ford-ს მაინც ეზრუნა და ესეც გაეკეთებინა, არ გააკეთეს, ამასაც კიდევ აქვს თავის მიზეზები, რაზეც სხვა დროს სხვა Mustang-ზე ვისაუბრებ აუცილებლად. პრინციპში ეს გავს სეკვენტალურს, მაგრამ არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ტიპტრონიკის ვარიანტი, რომელიც გადმოგვაქვს ჩვენ D-ში, შემდეგ მესამე, მეორე და პირველი. თუ პირიქით მივაწვევით, მეგობრებო, წავა ზემოთ სიჩქარეები. მესამე, მეოთხე, მეხუთე. აი ეს არის ამის პრინციპი, რომელიც არის ძალიან კომფორტული და ძალიან ლამაზი. თვითონ სალონში რო დაჯდები და დაინახავ, აი ესეთ განსხვავებულ სიჩქარეების გადამთვალს, რაღაცნაირად სიამოვნებას გვრის ეგ ყველაფერი და ჩემთვის პირადად არის ძალიან ლამაზი და ძალიან მოსახერხებელი სიჩქარეების გადასართავი. ეხლა მეგობრებო აღმოვჩნდით უცებ მეორე მანქანაში, რომელიც არის მექანიკა. აი შეხედეთ, მაგრამ რა არის იცით? მაინც სხვა არის ეგ რა. აი ეგ მაინც სხვა არის რა. საოცარი არის მოკლედ რა. თან აქვს მოკლე შიფტერი დაყენებული, რომელიც რა თქმა უნდა გვაძლევს ძალიან დიდ შედეგს სიარულისას და არის ბევრად სწრაფი, დანაკარგი არ აქვს საერთოდ. ასევე მინდა ვისაუბრო სალონზე ამანქანას ჰქონდა ძალიან განსხვავებული ტყავის სალონი, მაგრამ ეს მანქანა ეკუთვნის ჩვენს ადმინს, გურგენს, რომელიც არის ძალიან კეთილი ბიჭი და მან საჩუქრად გადასცა სხვა Mustang-ებს და თვითონ ასე ვთქვათ დააყენა აი ესეთი ნაჭრის სალონი. პრინციპში მაინც ლამაზი არის. რაც შეეხება სალონს, იგივე სალონი არის მოყვანილობით, საჭე არის გაახლებული, შვენიერი არის და ძალიან ლამაზი. გურგენი ხო, გურგენი არ იქნებოდა რომ არ ყავდეს აუცილებლად აქ ისა რა ქვია მას ხამურა. არის გურგენი ქუთაისელი და დავაფიქსიროთ ჩვენი ზივზივაძე ქუთაისელი ფეხბურთელი, ჩვენი ნაკრებისა, ეროვნული ნაკრების და რა თქმა უნდა, ასევე აი აქაც ყავს ხამურა ჩვენს გურგენს. ძალიან ლამაზი სალონი არის, ძალიან მაგარი მანქანა არის და აღარ ვიტყვი იმას, რომ აქაც პლასმასი ხუთება ყველგან. ბიჭებო, იმედია ძრავები გარეცხილი გაქვთ ორივეს რა, ეხლა ძრავები უნდა გადავიღოთ. რაც შეეხება ამ მანქანის ძრავებს, ეხლა მინდა რომ ვიზუალურადაც გაჩვენოთ ისინი. თორნიკეს გემოვნებაში მაინც აღმოვაჩინე ძალიან დიდი მინუსი რა. რა არის ეს თორნიკე? ეს გავს რაღაცა კუტუს და ეს ფუჩურ. რა არის ეს? რამდა გაყენებია ესეთი რაღაცა რა. სად ნახე, სად იპოვე ბიჭო, საიდან ჩამოიტანე, საიდან გამოიწერე. არ უხდება ამანქანას ეს რა. ეგ ბრუტალურობას აკლებს ნამდვილად რა. თუმცა მანქანა თვითონ ძალიან მაგრად ადის და მე ვიზუალი თვითონ ძრავის ძალიან მაგრად მომწონს. გადავიდეთ ახლა ჩვენი გურგენის მანქანაზე, რომელსაც აქვს სპორტული, არაჩვეულებრივი, დიდი, მამაკაცური, ყვერებიანი შემშვები, საიდანაც შედის ცივად დიდი წნევით ჰაერი, რომელიც მას ეხმარება იმაში, რომ ტრასაზე იყოს მოჭიმული, აგრესიული და ძალიან სწრაფი. აი ეს პროცესიც ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო. ნამდვილად, პრინციპი გურგენას მანქანაზე ამ საკეთის ცოტა სხვანაირი არის და უფრო მარტივი არის. უკანა მხარე Mustang-ი ზოგადად არის ძალიან ლამაზი და ყველა ავტომოყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ტრაკი მანქანას, თუ რომელსაც გააჩნია არის Mustang-ი. ხედავთ Supersonic-ს და ამ მანქანას ზუსტადაც ქვია Supersonic-ი. ჩვენი თორნიკე ესე ეძახს. ეხლა გადავიდეთ შავი აჩრდილის ტრაკზე. ამ მანქანის ტრაკზე გამოსახული არის აჩრდილი და ეს მანქანა არის ნამდვილი აჩრდილი. დამიბლუკა ენა. ამ მანქანის ტრაკზე არის გამოსახული აჩრდილი და ეს მანქანა არის ნამდვილად აჩრდილი სასწაული ხმებით და სასწაული სისწრაფით. ულამაზესი არის, რა თქმა უნდა, ეს ტრაკიც და არის ანალოგი ზუსტად Supersonic-ისა. შვენიერია. Turn you out. In the middle of the field, throw me a bomb, I'm nigga be like criminal. Still in the field, throw me a bomb, like
არა წყალი. არ არის გაფერებული კრიშკა. იმიტომ შუაში არის წყალი. სახადე. გამოფარე რა ვიცი. მოსაკლავი დღელა. თვითონ დაკალკულია. გამოიც თვალებში აშეკეს. ეს მე უკვე გადმოსულია. დაჟე ვერ გადმოსახდა. საიდან? ბიჭო, აი ქედან გადმოვიდა წყალი, აი ესე გაზრდა. წყალი გამოვიდა აქედან. აუ, შლანგიდან, ბიჭო. შლანგი გაზრა? აი, აქ გამოვიდა. აი, საერთოდ მეზარევა გამოსვლა ამადა. მოკლედ შლანგი გასკდა რა. შლანგი რომელსაც თავიდან რაღაც გადამბაში ქონდა პრობლემა რა და აი მაგის გამო მოხდა ეს რაც მოხდა, მაგრამ არ არის პრობლემა მოგვარდება. ძალიან მაგარი დღე იყო. აი, მოკლედ ესე იგი მთელი ჩვენი სამეგობრო არის დღეს ჩვენთან ერთად. ჩვენ როცა გადაღებიდან წამოვედით გზაში მე და გურგენამ, ანუ ამ ყვითელი მუსტანგი და მისი აჩრდილით, მაგრად ვიგონკავეთ, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, ძალიან კარგი იყო. მოვედით ლილუ არენაზე, აქ დახვდნენ ჩვენი მეგობრები და ჩვენ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, უკვე ვაკეთეთ დრიფტი. თუმცა ერთი პატარა ინციდენტი მოგვიხდა, რომ რადიატორს შეექმნა პრობლემა ჩვენს სუპერსონიკზე, მაგრამ ეგ არაფერი, აუცილებლად ამ ყველაფერს მოვაგვარებთ. დექსას, ანუ თორნიკეს უკვე ნაყიდი ქონდა წინასწარ ყველაფერი და ყველაფერი იქნება ისე ჯიგრურად, როგორც ჩვენ გაგვიხარდება და გვინდა. ხო და შეგახსენებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.